მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია მსახიობი შოთა ნოზაძე. როგორ ახარ შოთა? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, მადლობა. წინა სტუმრის კითხვას დაგისვამ, ტორესა მოსის. ყველაზე მეტად რას მოაქვს შენთვის ბედნიერებაო? ყველაზე მეტად რა მოაქვს? რას მოაქვს შენთვის ბედნიერება? რავი, ახალ ურთიერთობებს. რას გულისხმობ ახალ ურთიერთობებს? ახალ ურთიერთობებს გულისხმობ იმაში, რომ შეიძლება გაიცნო ადამიანი, რომელთანაც იყო ბედნიერი. ახალი ურთიერთობა იყო დაუშვათ ჩემი მეორე ნახევრის გაცნობა. იმიტომ რომ რაღაცა 3 წელია ეს ურთიერთობა ამ ურთიერთობა მიიღო ბედნიერების სახე, ასე ვთქვათ. რა უნდა გააკეთდეს, რომ მთელი ქვეყანა იყოს ბედნიერი და წარმატებული? რას ვერ ვაკეთებთ ამისთვის? ჩემი აზრით ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს რა. არავინ არ უნდა ჩაყოს სხვის საქმეში ცხვირი და ყველამ თავი წარმოაჩინოს, თავის საქმე აკეთოს კარგად და მე მგონი რომ ყველა ბედნიერი იქნება. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ყველა ბედნიერი დავინახო, ყველას ბედნიერს ვხედავთ. აი შენ საქმეში ყოფენ ცხვირს? კი. და რა სახით ყოფ? რა უნდათ? ძირითადად აინტერესებთ ჩემი ის პირადი, რაც მე დავუშვათ არ მინდა რომ იყოს გაბაზრებული. აი საქმე აკეთოსო ყველამ და საქმეს რო არ არის, ანუ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ამაში. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ვინ გინდა რომ იყოს მართველი ქვეყნის? ყავს ვინმე ეგეთი ადამიანი, ვინც აი სახინკლეში რო შედიხარ, რამდენ ხინკალს იღებ პირველი გადმოღება? 2 წელს. 2 წელს? კი. სად იცი ყველაზე კარგი ხინკალი? სად გაგისინჯავს? რავი, სხვადასხვა ადგილებში. მე რუსთავიდან ვარ და რუსთავში ერთი ტოჩკა ვიცი, ასე ვთქვათ, სადაც გემრიელ ხინკალს აკეთებენ. გიყვარს ისე? კი. კუჭებს ტოვებ? კუჭებს ეს იმდენად მოსამეზრებელი კითხვაა, რომ აღარ შემიძლია. კუჭები ძალიან ბევრი გვაქვს. ამიტომ აღარ ტოვებ. კარგი. ეს სერიალებიდან რომელი გიყვარს? ხა ძალიან ბევრი სერიალები გამოდის და რომელიმეს თუ უყურებ ისე აქტიურად? ქართულს რაც სულ ერთია. საქართველოში ხა სერიალი? ხო. არა ქართულს. არა ქართულს ეხა ბოლოს უყურე, სადღაც მე მგონი 2015 წელს, 2014 წელს გამოშვებული სერიალია ნარკობარონები. აი ეს სერიალი ნახე ბოლოს. ფილმი რომელი გიყვარს? განსაკუთრებით. ჩემი საყვარელი ფილმი, ქართული ფილმი, ჩემი საყვარელი ქართული ფილმი არის მონანიება. რომელიც ჩემი აზრით ამ ფილმმა დროს გაუსწრო. ძალიან შორს გაიხედა რეჟისორმა და დღემდე აქტუალური თემებია იმ ფილმში ნაჩვენები, რაც დღეს არის და არსებობს რა. კი ბატონო, მსახიობი? ჩემი საყვარელი მსახიობი ძალიან ბევრი არის. ჯეკ ნიკოლსონს დავასახელებ, დენი როზე, ალ პაჩინოზე და იმაზე არ მაქვს საუბარი. ჯეკ ნიკოლსონი, ჯონი დეპი მომწონს ძალიან, ლეონარდო დი კაპრიო, ძალიან ბევრი მსახიობია ისეთი რა. ქალი მსახიობი რომელი მოხდა? ქალი მსახიობი ქალი მსახიობი. როგორც მსახიობი თუ როგორც ვიზუალი. მსახიობის და ვიზუალით შერონ სტოუნი, შარლი სტერონი. კი ბატონო. ვინ გინდა რომ ჩემი ცოლის ლექალებში თამაშობდეს ეს ცნობილი ვარსკვლავი? ქართველი? არა, უცხოელი. ვის თეთრი სიამოვნებით ვითამაშებდი ჯონი დებთან, ლეონარდო დი კაპრიოსთან. აი რომელ როლებში უნდა იყვანები? აი ის როლში ჩემი წარმოიდგინე თენგოს ბიზნეს პარტნიორი ლეონარდო დი კაპრიო, საინტერესო იქნება. და შენ რომელ ფილმში შეასრულებდი როლს? სიამოვნებით. და რომელ როლს? ესე კონკრეტულად არ ვიცი, არ მიფიქრია მაგაზე რომელზე, მაგრამ უფრო მე ძირითადად მომწონს სახასიათო როლები და აი სადაც ჩემს ნიჩს, ჩემს შესაძლებლობებს გამოავლენ. და რომელიმე როლი არსებობს ისეთი, რომელსაც არ შეასრულებ? არ ვიცი, არ მიფიქრია მაგაზე. გააჩნია. კი ბატონო. ყველაზე ცუდი სიტყვა რომელია შენი აზრით?
ყველაზე ცუდი სიტყვა? არ ვიცი. არ ვიცი? არ ვიცი. თუ არის. არ ვიცი, რომელია, ბევრია ცუდი სიტყვა და რომელი ერთი ვთქვა, არ ვიცი. სადღეგრძელო? აუ, სადღეგრძელოებთან მე ცოტა შორსა ვარ რა. კი, ჩვეულებრივად ეხა მეგობრების წრეში, ნუ ჩვენი ქართული მენტალიტეტიდან, ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე გვიწევს ყოველდღიურად თუ არა ორ დღეში ერთხელ, ერთ კვირაში ერთხელ. რომელი გიშლის ნერვებს? აი ნეტა მიშლის ნერვებს. ნეტას გაუმარჯოს. არის ეგეთი? რაღაცა კი, არის ჩვენს ჩუმი ჩანაფიქრები და რაღაცა ეს სისულელეები. ანუ არ მიყვარს ზოგადად, როცა სუფრას მიყვები რაღაც დაზეპირებული სადღეგრძელოებით რა. იმ წუთში რაც მოგივა, მე არ ვსწავლყოფილი ვარ თამადა, მაგრამ იმ წუთში რაც მოგივა თავში, ალბათ ის უნდა არ მოვთქვა, რაც გაწუხებს. რაც გინდა რო ადღეგრძელო, ან არ გინდა რო ადღეგრძელო. რომელი ტრადიცია არ მოგწონს ქართული? ქართული ტრადიცია. არ მომწონს ქორწილები. რატო? აი ქართული ქორწილი არ მომწონს. რითი არ მოგწონს? გეტყვი, ღრეობაა ძალიან სუფრაზე რა. თავიდან ესეთი მოწესრიგებული ტიპები იჩითებიან, მოდიან რაღაცა ესე კარგად დაჯდებიან და რამოდენიმე ჭიქაში უკვე იქ არეულობა, ჩუბი, წივილი, კივილი, არავის აღარ ითვალისწინებს და მოკლედ ეს მარაზმია ჩემთვის. თუმცა რეალობაა და ვერ გავაკეთებ. სერიალამდე რას აკეთებდი? სერიალამდე მე რუსთავის თეატრში, კლუბურ თეატრო ბრავოში ვმუშაობდი, თოჯინების თეატრში, ეხლა ანიმატორად ვმუშაობ რუსთავის გასართობ ცენტრში. მოკლედ ამ საქმით ვიყავი დაკავებული მანამდე. ანუ ბავშვებთან გიწევს ურთიერთობა. რა განსხვავებაა შენთვის აი ბავშვებს და უფროსებს შორის? რითი განსხვავდება? ბავშვებია კომუნიკაცია. კი, ბავშვები არიან მართლები, სუფთები, განსხვავებით დიდებისგან. და ამ სერიალის მე თუ შეგეცვალა გეგმები და მიზნები. ამ სერიალიდან გეტყვი, რაღაცა შემოთავაზებები წამოვიდა. ეხლა რაღაცა ფილმზე დავიწყებთ მუშაობას და განსხვავებული როლით მოგევლინებით. არ ვიცი ეს როდის იქნება, მაგრამ ვიტყვი რომ უნდა ვითამაშო. არ ვიტყვი. ნუ თქვი მაინც. უფრო დაგელოდები. აი როგორ ეხლა მოლაპარაკების პროცესი მიდის და არ ვიცი შევთანხმდები თუ არა. მოკლედ უნდა ვითამაშო მამაო. მამაო? ცოტა ისეთი მამაო. როგორი? ისეთი. რომელი ფრაზები გახდა შენი აი სერიალიდან ყველაზე პოპულარული? ხო გეუბნებიან რაღაცებს, რომ იმას ესე ვაკეთებ. ჩემი თენგოს ყველაზე ესეთი პოპულარული ფრაზებია შეკარგა მოტყნულო. შეპირქვე მოტყნულო. მოკლედ ეს რომ აბრუნოთ რა. იყენებენ ვიღაცები? კი, ძალიან ბევრი. აი ხვდებიან ქუჩაში. აი არ ვიცი ეს თითქოს ეს სიტყვა გადაიქცა რაღაცა კომუნიკაციის ერთ-ერთ საშუალებად რა. ჩვეულებრივად შეიძლება რომ ესე დაგეკონტაქტო. შეკარგ მოტყნულო გითხრა და იქ არაფერი არ არის და როგორ მოხდი საერთოდ მაგ სერიალში? მოხდი კასტინგის მეშვეობით. გავიარე კასტინგის, სინჯზე ვიყავი, ვიცოდი დავალება და თავიდანვე ეგ იყო ჩაფიქრებული რომ ქართველი ჩაფიქრებული იყო რომ ეს პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ხაშურელი და ეცემა ბაქარი. ზუსტად ორ სიტყვაში დამამტკიცეს. ეს სიტყვები იყო ბაქარი შენახა არ ძმა. ეს ამ სიტყვებმა ესე იგი გადამწყვეტი როლი შეასრულა რა. კი ბატონო. ნარკოტიკებთან თუ გაქვს ურთიერთობა? არა. შენი აზრით რა შეცვლის დეკრიმინალიზაცია რომ მოხდეს, თქვა იგივე მსუბუქი ნარკოტიკის? მაგალითად, მე რო არ იჭერდნენ ადამიანებს? არა, მარიხუანის. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს მაგის. ეგრე უნდა იყოს, ეგ როგორ ფიქრობ? უნდა იყოს, არ უნდა იჭერდნენ ამის გამო. ბატონო დაიჭირე. შენ რომელ ნარკოტიკს გევხარ? მე არ ვიცი. კაი.
შენთვის სამაგალითო ქართველები ჩავამეთვალე ვინ არიან? სამაგალითო ქართველი? ზოგადად. სამაგალითო ქართველი. სამაგალითო ქართველი. ვისაც მე მიუბაძავ და უშუალოდ ან რაღაცა ის აზრს გავითვალისწინება. მე ზოგადად ყველაზე მაგარი ქართველი ვინ არის შენთვის? ყველაზე მაგარი ქართველი, რავი, არ ვიცი. შენი აზრით რატომ მოიმატა რუსეთთან ყოფნის სურვილების რაოდენობა? რუსეთთან სურვილების რაოდენობა? აი რუსეთთან ერთად ვისაც უნდა იმ ხალხის რაოდენობამ რატომ მოიმატა? შენი აზრით რა ქვია ადამიანს ვისაც ოკუპანტთან ერთად უნდა ყოფნა? არაკაცი. ეს საქართველოში რომ გამდიდრდე ხე შენ მაგ როლში ხარ რა არის მაგისტვის საჭირო რეალურ ცხოვრებაში რა თქვა ეხა თავდაუზოგავი შრომა ეგ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მაგრამ რაღაცა ბევრი უძილო ღამეები შემართება იღბალი ის ჟილკა რო ის ბიზნესი რასაც დაუშვათ მართავ განათლება აუცილებლად. აი შენ რო ქონდა 7 მილიარდი რას გააკეთებ? 7 მილიარდი? 7 მილიარდი ძალიან ბევრია. ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. მე მაგალითად არ ვიფიქრებდი თო საკუთარ თავზე. მე რას გააკეთებ? როგორც არის და აკეთებენ ესეთი ადამიანები ხო არსებობენ მარტო მე მაგალითად არ ვიცი ვისაც ჭირდება უფრო მეტად იმას დავეხმარებოდი. რა თქმა უნდა საკუთარ თავსაც ეხა ეს სისულელე იქნება რომ ვთქვა რომ მე მარტო სხვისთვის მინდა და ჩემთვისაც რაღაცა და სხვასაც რა თქმა უნდა. ანუ ჩემთვისაც ვისარგებლებდი და მასაც ვასარგებლებდი რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ რომ ჭირდებათ დახმარება და უნდა ვიფიქროთ მაგაზე რომ დავეხმაროთ. რითაც შეგვეძლება არ ნიშნავს იმას რომ მარტო მილიარდელი იყო რა და შენი აზრით როგორ ჯობია დახმარება, თქვათ ფული მიცე ზოგადად ვამბობ ადამიანს თუ საქმე გაუჩინო? საქმე გაუჩინო ჩემი აზრით. ყველა სექსუალური ქალები სადაურები არიან. ყველა სექსუალური ქალები სადაურები არიან. რავი, თითქმის ყველა ქვეყანაში. ნუ ეს გამორჩეულად საქართველოში და ვის გამოარჩევდი პირველ ადგილზე ვინ ყავს? სექსუალური ჩემთვის სექსუალური სხვა რამეა რა სხვა რამეს ნიშნავს რა აი უბრალოდ ის არ არის ახლა არ ვიყურები სექსზე და იმასთან თავად სექსი მინდა რა არის შენთვის ალბათ ინტიმი თვალები ჩემთვის ყველა სექსუალური ადამიანი ჩემი მეორე ნახევარი. აი ქალი რო იყო რა გერქმეოდა? ქალი რო იყო მერქმეოდა არ ვიცი. ნუ აი მაინც რავი კარინა და რომელ ცნობილ მსახიობთან გექნებოდა რომანი? ეხა მახსენდება ის ჯაში მხოლოდ ქალიშვილები არის. უცბად იქ წარმოვიდგინე იმის მაგივრად წარმოვიდგინე თავი მე. არ ვიცი ესე არ მიფიქრია რა. შენ რუსთაველი ხარ ხო? დიახ. შოთა რუსთაველი. და რა შეცვლიდი რუსთავში? რა არ მოგწონს? ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს. უბრალოდ ერთი რამეა რომ იქ არ არის მეტი საშუალება გართობის, მეტი საშუალება როგორ ვთქვა, აი რაღაცა ცოტა ჭრდილშია რა. მე ვფიქრობ და მე შევცვლიდი იმას, რომ განავითარებდი ამ ქალაქს რა. იმიტომ რომ ყველანაირი რესურსი აქვს მაგისთვის. და რატო არ ცვლიან? ცვლიან. თბილისში რა შეცვლიდი? ძალიან ბევრ რამეს. ნუ აი თავარი აი სიმახინჯებს რაც აი ძალიან ამახინჯებს ქალაქს. ეს დრისი ქალაქია თბილისი, სიყვარულის ქალაქს ეძახიან ეთახმები.
თბილისს ეძახიან სიყვარულის ქალაქს? შენთვის რისი ქალაქი? ჩემთვის თბილისი არის დედაქალაქი. სიყვარულის ქალაქი რა. აი ბავშვობას რომელი სუნი გახსენებს? არ ვიცი. ვერ ვფიქრობ. აი ხა რო იყო პატარა, თერთი 8 წლის და იგივე ჭკუა ქონდეს პირველს რას გააკეთებდი? ვერ ვფიქრობ. 8 წლის რო იყო და ჭკუა მქონდეს იგივე. ძალიან ბევრ რამე შევცვლიდი რა. აი პირველს რას გააკეთებდი? აი ხა როგორც აზროვნებ, ისე რო აზროვნებდი. აუ. არ გიფიქრია მაგაზე? მიფიქრია რაღაცა დოზით, მაგრამ ეს კონკრეტულად გაინტერესებს, რას ვიზავდი? აი ცხოვრება შევცვლიდი. ანუ არ ხარ კმაყოფილი შენი ცხოვრება? კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესობას კი შევცვლი. ეს საქართველოს ისტორიაში რა შეცვლილი? საქართველოს ისტორიაში არ ვიცი. ალბათ დავტოვებდი ისე როგორც არის. კაი, ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი მითხარი ქართველი. ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი. მე ხა საქმე იმაში რომ ძალიან არ ვარ ჩახედული პოლიტიკაში და არც მაინტერესებს აი და არ მაინტერესებს ეს კუთხე და ასე რომ რავი ჩემთვის პოლიტიკოსი ყველა ცუდია რა. ისი საზოგადოებაში რა არ მოგწონს? რაც ხდება. საზოგადოებაში რაც მაღიზიანებს ეს არის აი წეღარ აღნიშნე სხვის საქმეში სხვის ჩაყოფა, ჭორაობა, შური, ზიზღი, არ ვიცი, აი ძალიან ჭარბად არის ეს ადამიანებში და მე ყველას მოუწოდებ, რომ ცოტა სხვანაირად იფიქრო და სხვანაირად იაზროვნო რა. გმირებს თუ იცნობ? გმირებს? იცნობ? არა. შენთვის რა არის გმირობა? ჩემთვის გმირობა არის როცა კარგ საქმეს აკეთებ და ამით შენს ქვეყანას, შენს ხალხს ასახელებ და კარგი. აი რო გითხრა რომ მომავალ ცხოვრებაში იქნებიო გრძნობაო. რომელი გრძნობა იქნებოდა? ბედნიერება. და ვისი ბედნიერება იქნებოდა? ხალხის ბედნიერება. ქართველობა რო წაგართვა რას იზამ? ძალიან ისეთი კითხვა. არ მართლა არ ვიცი რას ვიზავ, ალბათ აზრი არ ექნება რა. თუ ღმერთი თუ გწამს? კი. აი რეჟისორი რო იყო, ვის ათამაშებდი ღმერთს? რომ მსახიობს? ლაშა ნოზაძეს. და სატანას? სატანას. არ ვიცი. და შენი აზრით რა თვისება უნდა კონდეს მღვდელს? რა თვისებები? მე მაგალითად თავს კომფორტულად ვიგრძნობდი მოძღვართან, ვისთანაც საუბრის არ მომერიდებოდა, ჩემთან მეგობრული დამოკიდებულება ექნებოდა და არ იქნებოდა ძალიან კრიტიკული ჩემს მიმართ რა. რჩევა დარიგება, თუ რა არის კარგი, რა არის ცუდი, აი ამ ყველაფერს რომ გავარჩევდით ერთად რა. იცნობ ეგეთს? კი. კარგი. აი ერთ კვირას რომელ ცნობილ ადამიანთან ერთად გაატარებდი? სად და რომელ ეპოქაში? დიდი სიამოვნებით გავატარებდი
ვერ ფიქრობ. მოიფიქრე, არ გვეჩქარება. ვერ ფიქრობ. ძალიან ბევრია. ნუ ერთი მაინც, ვისთანაც გაინტერესებს. თუ ვინმე მსახიობთან, რა ვიცი. ჯიმ კერისთან. და საათ. საერთოდ საკაიფო ადგილას რა. და ეხლა ამ დროში თუ რომელიც? ამ დროში თუნდაც ამ დროში. ბატონო. თენგოი რო შევიდეს ღამის კლუბში და იქ რო ნახოს მაგარი მთვრალი ქართველი პოლიტიკოსები რო წეკვავენ. რა რეაქცია იქნება? რას იტყოდა, რას გააკეთებდა? რაკერით აყვავეთ ქვეყანაი და დაშმადულის ხასიათზე ხართ. ისე ვის წეკვას ნახავდი სიამოვნებით, რომელი პოლიტიკოსების? პოლიტიკოსებს როგორ ცეკვას? აი ჯიჟურ ცეკვას? არ ვიცი, მართლა არ ვიცი. აი ამათგან ვინ რომელი კერძია შენთვის? აი გავამეტყველებით თუ იმჯერეთ მარგველაშვილზე, ალბათ გავამეტყველებით ისმის. ალბათ ლობიოს. მიშას რაც შეეხება, მიშა რაღაცა რომელი კერძი აი რაღაცა ისეთ ცოცხალ კერძს შევადარებდი. ახალ გაკეთებულ კერძს შევადარებდი. როგორ ვთქვა? მოусვენა საკვებს, მოусვენა კერძს. ედუარდ შევარნაძეს რაც შეეხება ხაშლამას ალბათ. მოსახურდია? და ზოგადად გამსახურდიას რაღაც რამე ესეთ ძველ ტრადიციულ კერძს. ბატონი ბიძინა? არ ვიცი. კარგი. შემდეგ თუმას დაუტოვე რამე შეკითხვა. თენგოსავით. რა უნდა მძიმე კაცსა? მძიმე კაც რა უნდა? აი, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი აზრით რა უნდა მძიმე კაცსა? ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი, წარმატებებს გისურვებ. მადლობა.